გამარჯობათ. სავარაუდოდ ირანში სულ ცოტა ხანში დაიწყება თუ არ დაიწყო გემბანიდან გაქცევა. ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები ხვდებიან, რომ გემი იძირება და ყველამ თავს უნდა უშველოს. და ესეთი რამე დაიწყება ირანში. მით უმეტეს რომ სულიერი ლიდერი უკვე მოკლულია, ესეა გამოცხადებული. თუ არ არის მოკლული, მაშინ როგორც ხვები გააპარეს, ალბათ ისიც გააპარეს. ასაკის გამო შეიძლება ვიფიქრო, რომ კი იყო იდეური, მაგრამ დღევანდელ ცხოვრებაში იდეური ხალხი თითქმის აღარ დარჩა და აღარ არსებობს, იმიტომ რომ დასავლურმა კულტურამ როგორღაც მოახერხა და ფული გახადა მსოფლიოს ღმერთი. აწერია კიდევაც, ხო, დოლარს, რომ ჩვენ გვწამს ღმერთისო. $1 აწერია პირდაპირ. ხო, და რა ღმერთის წამთ და ვინ არის ეს ღმერთი? ეს იქ არ წერია, მაგრამ რადგანაც კუპიურაზე აწერია, ესე იგი გამოდის, რომ ღმერთი არის $1. და დასავლურ ბანაკში, ასე ვთქვათ, ჯერ ხო მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები იყო მომხრე ირანის დაბომბვის და დანარჩენები თავს იკავებდნენ, ან წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ ეხლა იკვეთება, რომ ინგლისიც დათანხმდა, იმიტომ რომ ყველას უნდა რომ მოასწროს იმ ტორტის ნაჭერთან, ანუ ტორტის დაჭრასთან იყოს მაგიდასთან, ასე ვთქვათ, რომ თვითონაც რაღაც შეხვდეს, ხო? მით უმეტეს რომ ირანმა დაბომბვა ისეთი ქვეყნები, რომლებსაც პირდაპირ კავშირი არ აქვთ ირანის დაბომბვასთან, უბრალოდ მათ ტერიტორიაზე იყო განთავსებული ამერიკის შეერთებული შტატების ბაზები. მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთმა, მთელი ამ სპარსეთის ყურის ქვეყნებმა, როგორც მე ვიცი, შეიძლება გამომრჩა რამე, მაგრამ როგორც მე ვიცი, ყველამ განაცხადა, რომ ისინი არ აძლევდნენ უფლებას ამერიკის, ესე იგი, თვითმფრინავებს, რომ ესარგებლად მათი საჰაერო სივრცით და ან მათი ტერიტორია გამოიყენებიათ, ანუ ჰაერიც და მიწაც ჩაკეტეს ამერიკული ძალებისთვის და ეს განაცხადეს, რომ ჩვენ არ მივცემთ უფლებას, მაგრამ რატომღაც ირანმა მაინც გადაწყვიტა მათი ბაზების დაბომბვა. ეს ნიშნავს, რომ ირანის ხელისუფლებაშიდაც არის განხეთქილება, რასაკვირველია, იქ მუშაობდნენ არა მარტო ფრანგები, არამედ აქტიურად მუშაობს ინგლისი, განსაკუთრებით მეფის მხარდასაჭერად. რასაკვირველია, იქ მუშაობს შეერთებული შტატები, ისრაელი. ეს ერთი გენერალიც, ხო, რომელიც ყველაზე ახლო იყო თვითონ ჰომეინისთან, რატომღაც სადაც იბომბებოდა, ყოველთვის უფრო ადრე ტოვებდა იმ ადგილს და შემდეგ ის ადგილი იბომბებოდა. და ძალიან დიდი ეჭვი არსებობს, რომ ის მუშაობდა ისრაელის სპეცსამსახურებზე. ეს ნორმალურიც არის, ხო? ესე ირანი ოდითგანვე, არა მარტო დღეს, არამედ იმ დროიდან, როცა კი არსებობს ისტორია, როდესაც მოდის ისტორიული ათვლა, ასე ვთქვათ, ცივილიზაციების და კაცობრიობის, ირანი ყოველთვის იყო რაღაც ყურადღების ფოკუსში, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი წარსულის და კულტურის ქვეყანა, ხო ესეა. მოკლედ რომ ვთქვათ, ირანშიდაც, ირანის ხელისუფლებაშიდაც არის ეს ურთიერთჭიდილი და გაუგებრობა ერთმანეთში, ამიტომ ვფიქრობ, რომ მათ დაარტყეს იმ ქვეყნებს, რომლებმაც პირდაპირ კავშირი არ ჰქონდათ არაბულ ქვეყნებს გულისხმობ, კვიპროსედაც დაეცა მართვადი ეს შაჰიდი და თავისთავად ამერიკის შეერთებულ შტატებს, სხვა ქვეყნებმაც გამოუცხადეს თანადგომა და სოლიდარობა.
ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებმა ამუშავეს თავისი აგენტურა, იმიტომ რომ შეიარაღებულ ძალებშიდაც, პოლიტიკურ ხელმძღვანელობაშიდაც მათ ყავდათ თავისი აგენტურა და როდესაც ისინი მიხვდნენ, ანუ მთავარი სათქმელი რაც მინდა გითხრათ ამ ვიდეოში. როდესაც ისინი მიხვდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მათი დახმარების გარეშე თვითონ დამოუკიდებლად შეძლებს ირანის დამარცხებას, მათ უკვე გადაწყვიტეს და მომართეს თავისი აგენტურა იქეთ, რომ გაიკეთებინათ რამე ისეთი პროვოცირება, რაც გამოიწვევდა ამ ქვეყნების ამერიკისადმი მხარდაჭერის გამოცხადებას. ანუ უკუღმა სინეთა, ასე ვთქვათ რა, უკუღმა. ჯერ თითქოს ისინი თავს იკავებდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შესულიყო ირანში და თავს იკავებდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ კიდევაც, მაგრამ როდესაც მარცხი გახდა გარდაუვალი, რასაკვირველია, ყველა ეხლა მოუსხდება მაგიდას, სადაც დევს ეს ირანის ტორტი და ყველა დაიწყებს ამის განაწილებას. ირანის ხელისუფლება რო ყოფილიყო ერთიანი და ესეთი მონოლითური, რასაკვირველია, ძალიან გაუგებარი იქნებოდა მათგან ესეთი ნაბიჯები, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ირანის ხელისუფლებაში არ არის ერთიანობა და იქ არ არის მონოლითურობა. და როდესაც მოიშალა ეს ზედა დუღაბი, რაც ადუღაბებდა ამ ხალხს, ყველამ თავისკენ გაიწია და უკვე ისეთი დრო დადგა, როგორც აღვნიშნე ვიდეოს დასაწყისში, ყველა უკვე გარბის გემიდან და ყველა შეეცდება, რაც შეიძლება კარგი ნადავლით გავიდეს ამ გემიდან, კარგ ნავში ჩაჯდეს, რომ გადარჩეს და არ ჩაყვეს გემს. ასე რომ ძალა აღმარცხნავს, ბევრი ეწინააღმდეგეს შეერთებულ შტატებს და ისრაელს, რომ ეს არ გაეკეთებინათ, მაგრამ ვისაც აქვს ძალა, ის მაინც აკეთებს თავისას და არავითარი აქ საერთაშორისო სამართალი და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ასე შემდეგ არ მოქმედებს. მე რო საუბრობ ამ თურქეთის და კიდაც არმენიის, კიდაც აზერბაიჯანის, აზერბაიჯანს უფრო არ გამოუცხადებია პრეტენზიები საქართველოს ტერიტორიების მიმართ, მაგრამ თურქეთისგან გაგვიგია, არმენიისგან ყოველთვის ეს ვიცით და ვგრძნობთ კიდე და რამოდენიმე წლის წინ სევრის ხელშეკრულების 100 წლის თავი აღნიშნა იმ ხალხმა. ეს არის ხელშეკრულება, რომელიც დაიდო დასავლეთში და რომელიც არის პირდაპირ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. და ამ ხელშეკრულებას არმენიაში აღნიშნავენ და ამ დროს რატომღაც აცხადებენ, რომ არიან ჩვენი, რა ვიცი, მოკავშირეები თუ მეგობრები. ასევე თურქეთიც, რო დავწერე ესეთი ერთმა დამეკომენტარა გარკვეული ხნის წინ, რომ რას ლაპარაკობო, ესე იგიო, ესა რაღა დროს ეს ოსმალეთიაო, რაღა დროს სპარსეთიაო, რაღაცა დროს ეს ისაო, რაღაცა, ანუ ადამიანი აბსოლუტურად გაბრუებული ამ რაღაც დემოკრატიული ზღაპრებით, ხო? გოიმებისთვის რო არის მოგონილი და კაპიტალიზმის გასაправებლად არის დემოკრატია მოგონილი. მეტი დანიშნულება დემოკრატიას არ აქვს, არანაირი დანიშნულება არ აქვს. და ისაო მეთოდები დაგვიძველდა მურტალო და ესე მეუბნება რა. თუმცა ახლა ეს საერთოდ ენამოსტრებულობა და ენაკვიმატობა, ან ჭკვიანური ენაკვიმატობა და ენამოსტრებულობა, ხო, ანუ მიღებულია საზოგადოებაში, რომ რაღაც ინტელექტს ნიშნავს და ჭკვიანურობას ნიშნავს და ვითომ მეორებენ ახლა ვიღაცებს ნათქვამს და ვითომ უნდა რომ გამოაბწყინოს თავისი ესე იგი ინტელექტი და თავისი რაღაცი, რომ მეთოდები დაგიძველდა. თუმცა ახლა მე ვარ ახლა ხორუსეთის აგენტი და თურქეთს ვაძაგებ და უსამართლოდ რაღაც შეურაცხყოფას ვაყენებ და ვაკნინებ თურქეთს და თურქეთი ჩვენი რაღაც ის არის ძალიან დიდი მოკავშირე და გულშემატკივარი და მოყვარე. და ახლა თურმე მე დამიძველ და
მეთოდები და სადაკარგა ხალხმა აზროვნება, მე არ ვიცი. თითქოს პატარა ბავშვებიც არ არიან, რომ ახლა პატარა ბავშვები რო რაღაც ისულელეებს წერენ ეს 20-30 წლის და აი ეს 90-იანების მერე განათლება მიღებული ხალხი, აი ვინც დაიბადა ესე 85-ში, 86-ში, 88-ში. ხო, მათი ანუ სკოლაში რო წავიდნენ 90-იანების მერე, როცა საბჭოთა განათლება არ იყო მორღული იყო და რამე სხვა განათლება ჯერ მოსული არ იყო და აბსოლუტურად გაურკვეველ სიტუაციაში და გაურკვეველ რაღაც განათლებაში გაიზარდნენ ეს ბავშვები. ამათი კიდე მესმის, რომ ესე თანაგრძნობით ვცდილობ ხოლმე რაღაც უთხრა და ანუ არა მაქვს მათ მიმართ წყენა, მაგრამ როდესაც ახლა 60 წლის ხალხი, 55 წლის ხალხი, 50 წლის ხალხი რაღაც სისულელეებს გეუბნება რაღაც საერთაშორისო სამართალზე და ის მეთოდები დაგიძველ და ბრუტალო და ეს რუსეთი ცუდია და ეს თურქეთი თურმე კარგია და ის ამერიკა ცუდია და ევროპა კარგია და ევროპა ცუდია და ამერიკა კარგია და რუსეთი კარგია და თურქეთი ცუდია და ეს აი ზოგი ისე ზოგი ასე აი ესეთ რა უბედურობა გჭირთ მე არ ვიცი რა. მოკლედ კიდე გადავხვიეთ თემიდან. რაც მინდოდა მეთქვა, გემი იძირება ყველა გარბის გემიდან და დასავლური კოალიციაც რაღაც ერთ აზრამდე მიდის, რომ მათ უნდა ესე იგი დაამარცხონ ირანი. ეხლა წამოვა უკვე სხვა ტიპის განცხადებები, რომ თურმე იქ ადამიანის უფლებები ირღვეოდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველა მივა უკვე ირანის ტორტის გასაჭრელად და მის გასანაწილებლად. თუ აქამდე არ უნდათ, იქიდან გამომდინარე, რომ შეხედეს, რომ მაინც კეთდება საქმე და მაინც დაამარცხებენ ირანს და მთლიანად ტორტი რო არ დარჩეს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ისრაელს, რასაკვირველია, ახლა ამ სუფრასთან უცებ მოწვიდებიან, ასე რომ ძალა აღმარცხნავს, მშვენიერი გამოთქმა და აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები, კიდე ერთი დამადასტურებელი, რომ თუ ხარ სუსტი ყველა გადაგივლის და სულ ერთია ჩვენ ვისთან ერთად ვიქნებით ძლიერები. ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან, რუსეთთან, ჩინეთთან აბსოლუტურად არავითარ მნიშვნელობა არ აქვს. ნუ მნიშვნელობა როგორ არ აქვს ახლა ევროპაში ცხოვრებას რა ჯობია, ასე ვთქვათ, და შეერთებულ შტატებთან ერთად რაღაც ახლო ურთიერთობაში ან თუ აღმოჩნდები შეერთებულ შტატების ერთ შტატად. მე არ ვარ წინააღმდეგი არანაირად, არც ევროკავშირის წინააღმდეგი არა ვარ. როგორც ევროკავშირის წინააღმდეგი არა ვარ, ისე არა ვარ შეერთებულ შტატების ერთ-ერთ შტატში რო აღმოჩნდეთ, ერთ-ერთ შტატად რო აღმოჩნდეთ ჩვენ მეორე ჯორჯია. მაგრამ ეს ცოტა ფანტასტიკის სფეროა და სადაც შეგვიძლია ვიყოთ კარგად იქ ვიყოთ რა. მნიშვნელობა არ აქვს ეს ჩემთვის. ჩემთვის მნიშვნელობა აქვს, რომ ქართული ტერიტორია არავინ დაბომბოს, არავინ ჩამოგვაჭრას, ჩვენ გქონდეს სამსახური, ჩვენ გქონდეს ბევრი ფული, ჩვენ გქონდეს ოჯახები, მეუღლეები, ბევრი შვილები და გავიხაროთ, გამრავლდეთ. ყველა სიკეთით ვისარგებლოთ, რაც არის პლანეტა დედამიწაზე, ყველა სიკეთით ვისარგებლოთ, რაც არის ჩვენს ქვეყანაში და სხვა მარწა გვართვას ეს სიკეთეები, ხო? აი ბორჯომი გვეყოფაო მარტო რომ ყვიროდენოთ, აი თქვენია ბორჯომი? ხო ესეა რა, არც ბალახი არავის მოუწოვია. ის ხალხი, ვინც ამას ყვიროდა, ისინი საერთოდ აღარ არიან საქართველოში და თუ მოხვედი და იყვირე და საქმე გააფუჭე და მე მიაგდე და წახვედი, ნუ ეს ჩვენ აღარ გვინდა უკვე აქედან მე მგონი ამასაკიდან უკვე გამოვედით. არც ეს ხალხი გვინდა ხელისუფლებაში, ხო? ჩვენ ხელისუფლებაში გვინდა ის ხალხი, ვინც ამ ქვეყანაზე იფიქრებს და იმაზე არ იფიქრებს, რომ რაც შეიძლება მეტი მოიპაროს და მე გაიქცეს აქედან. ესეთ ხალხი ჩვენ არ გვინდა. ასე რომ ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენ ვიყოთ ძლიერები და ვერავინ ესე ადვილად
ვერ დაგბომბოს და მე არ მოწვივდნენ ეს ტურები და არ დაიწყონ ჩვენი სამშობლოს ჯიჯგნა. გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ არხი, დააფინანსეთ, გააკეთეთ დონაცია და გვპირდებით, რომ თქვენი აზროვნება უფრო საინტერესო გახდება. დიდი მადლობა.